ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ამერიკის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდნენ. ნიკოლო სამხარაძემ და ენრიუ ბეიკერმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ირანში მიმდინარე მოვლენებს. ყურადღება გამახვილდა ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. დასრულდა ჩემი შეხვედრა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან, ბატონ ენდრიუ ბეიკერთან. ჩვენ ვისაუბრეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძირითადი საკითხი ჩვენი შეხვედრისა. განვიხილეთ ასევე ის პროექტები და ის მიმართულებები, რომელმაც შეიძლება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ახალი იმპულსი მისცეს და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ურთიერთსასარგებლო პროექტები განავითაროს. ჩვენ საუბარი ჰქონდა ასევე უსაფრთხოების გამოწვევებზე, ვისაუბრეთ ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე, ვისაუბრეთ ირანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე და იმაზე თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას საქართველოსზე და ზოგადად სამხრეთ კავკასიაზე. შეხვედრა საკმაოდ მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ასევე ქართულ და ამერიკულ ადმინისტრაციას შორის ღირებულებით თანხვედრაზე. ჰქონდა საუბარი ასევე უახლესი წარსულის საკმაოდ მძიმე ასე ვთქვათ, გადაცდომებზე, მათ შორის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის ფაქტებზე, თუმცა საბოლოო ჯამში ძალიან პოზიტიური შეხვედრა ჰქონდა და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ახლო მომავალში ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი პოზიციების არათუ დასაახლოებლად, არამედ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ჰქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან პრინციპულ არსებით საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელი არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაძლიერების, გადატვირთვის და ახალი ფუძლიდან დაწყებისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ საინტერესო აქტიური დინამიკა ამ ურთიერთობების განახლების და უდაოდ ეს შეხვედრა ითამაშებს თავის მნიშვნელოვან განსაკუთრებულ როლს. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში შეხვედრა გამართა კონგრესმენ ადერ ჰოლტთან. ის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად ამერიკის დელეგაციის წევრია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებს. ქართულმა მხარემ ურთიერთობების გაუმჯობესების მზაობა დაადასტურა. ნიკოლო სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე მხარებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ჰქონდა საუბარი საქართველოს-ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები. ასევე კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარება ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე იმ საფრთხეებზე, რომელიც წინაშე საქართველოს დგას. ჰქონდა საუბარი ასევე საქართველოს ტრანზიტის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ჩვენ სტრატეგიულ როლზე ამ მიმართულებით და ასევე შევთანხმდით, რომ როგორც მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები ჩვენ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე კონგრესმენი ცნობილია მისი, ასე ვთქვათ, დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ.